საღამომშვიდობის მეგობრებო, ჩვენ ვართ საპროტესტო აუდიტორია, როგორც ყოველთვის პროტესტის პარალელურად ჩვენ ვცდილობთ დავაორგანიზოთ ცოდნის გაზიარების რაღაცა სივრცე, სადაც უკვე არ ვიცი, აღარც მახსოვს მე რამდენი დღეა ერთად ვართ, ერთად ვცდილობთ ვისწავლოთ ერთმანეთისგან, ვისწავლოთ პროფესიონალი ადამიანებისგან, დავსვათ შეკითხვა და მივიღოთ პასუხები და ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ ძალიან ბევრი მიზეზის გამო. ისევე როგორც არაერთი დილა ამ ბოლო რამოდენიმე თვის განმავლობაში, დღესაც ძალიან მძიმე დილა გაგვითენდა, მძიმე რეალობაში გავიღვიძეთ, უფრო სწორად, კიდევ უფრო დამძიმდა ეს ყველაფერი და მოლოდინებიც კიდევ და უფრო გვიმძიმდება, მაგრამ ყოველ საღამოს აქ იმიტომ ვიკრიბებით, რომ აღქმა მაინც ვქონდეთ იმისა, რომ ერთად ვდგავართ. რამდენიც ვართ, როგორებიც ვართ, ზოგს შეიძლება რაღაცები გვაკლდეს, ზოგს შეიძლება ნერვები არ გქონდეს წყობაში, ზოგს ჯანმრთელობა, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ჯერ კიდევ პროტესტი გრძელდება და ერთად ყოფნას ალტერნატივა არ აქვს. დღეს ნიკა სიმონიშვილთან ვისაუბრებთ ძალიან საინტერესო თემაზე, მაქსიმალურად გვინდა რომ ეს შეკითხვები ნიკასთან ამოვწუროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგადად ეს საშინელი კანონები, რომელიც ამ ბოლო დროს მიიღეს, განსაკუთრებით ეს 5,000 ლარიანი ჯარიმები, ასე რომ ნიკა საუბრის შემდეგ კითხვა-პასუხის რეჟიმზე უფრო მობილიზებულები იყავით. სასიამოვნო საუდიტორო საღამოს გეშვებთ. მადლობა ნიკა კიდევ ერთხელ. მოგესალმებით ყველას. საღამომშვიდობის მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ არ ვიცი, დილანდელი და შუადღის ამების შემდეგ რამდენად მშვიდობიანი საღამო გვაქვს ჩვენ აღარ ვარ ამაში დარწმუნებული, მაგრამ ხო, ჩემი აქ მოსვლაც, არ ვიცი, ემსახურება იმას, რომ რაღაც ცოტა მეტი ვიცოდეთ იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება, იმისთვის, რომ მეტ-ნაკლები რაღაცა მშვიდობა ჩვენით მაინც შევიქმნათ, ხო? ქართული ოცნება დაგვკვირდა ამ მშვიდობას და გადაგვაგდო, რა თქმა უნდა, შეგვიტრიალა ყველაფერი, ეს დაპირებაც რა თქმა უნდა ფარს იყო ეს გასაგებია, მაგრამ იმისთვის რომ ჩვენით მაინც რაღაცა ის სიმშვიდე შევიქმნათ იმისთვის რომ ვიყოთ დარწმუნებული ალკეულ საკითხებთან დაკავშირებით, ამ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ვფიქრობ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის და იქნება ჩვენთვის ეს შეხვედრა. შეიძლება ნაწილი თქვენგანი ესწრებოდით კიდევაც და გახსოვთ რამდენიმე კვირის წინ მე ზუსტად აქ ვიდექი, საუბრობდი ადმინისტრაციულ ჯარიმებთან დაკავშირებით, როგორ უნდა გავასაჩივროთ, რა პროცედურები არსებობს, რა გვაქვს გასათვალისწინებელი. მაგრამ დღეს ისევ ვდგავარ აქ და ისევ ამ საკითხებზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ გარკვეული ახალი პერსპექტივები შემოვიდა დღის წესრიგში, რაც ვფიქრობ რომ გასათვალისწინებელი არის. ძალიან ბევრი ადამიანი მწერს ხოლმე სოციალურ ქსელშიც, მეკითხებიან ამ ჯარიმების გასაჩივრებასთან დაკავშირებულ ცალკეულ საკითხებზე, მწერენ, ამაზე მეკითხებიან, მეც გარკვეულ დოკუმენტებს ვუზიარებ ხოლმე. და ნუ რა ვიცი, სადაც მეძლევა საშუალება რომ აუდიტორია გამოვიყენო იმისთვის, რომ ვისაუბრო ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობას ყოველთვის ვიყენებ, რომ ადამიანებს ეს ხმა მივაწვდინო. და რა თქმა უნდა საპროტესტო აუდიტორიას, ჩემ მეგობრებს, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ რომ მომცეს შესაძლებლობა მესაუბრად თქვენთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით. ჩემი სახელი და გვარი, არ ვიცი, გითხარით თუ არა, ნიკა სიმონიშვილი ვარ, იურისტი, მე მგონი მესამე მოხსენება არის ჩემი აქ რაც საუბრობ. წინაჯერზე კი ვისაუბრე ამ საკითხებთან დაკავშირებით და მიხარია კვლავაც რომ თქვენთან ამაზე საუბრის შესაძლებლობა მაქვს. მადლობა რომ დაინტერესდით, მოგბრძანდით, გვიყურებთ, გვისმენთ, არ ვიცი, სოციალურ ქსელშიც მათ შორის. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩვენ მეგობრებს, აქ კამერა აქეთ არის მოტრიალებული და ყურადღებით გვისმენენ და გვაკვირდებიან რას ვაკეთებთ აქ. მათაც მივესალმებით, რა ვიცი, მოგვისმინონ, აღმოაჩენენ რომ თურმე რაღაცეებში პრაქტიკულად არასწორად იქცევიან და ცოტა სწორად მაინც მოიქცნენ, ხო? რაღაც მომენტებში გაითვალისწინონ ჩვენი უფლებები, რაღაც მომენტებში მაინც. მაგრამ ამის იმედი ნაკლებად გქონდეს. ხო, დღეს ჩემი აქ დგომის მიზეზი არის სწორედ ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც მთლიანად ეს ძალადობრივი აპარატი, ქართული ოცნების რეჟიმი არანაირად არ ითვალისწინებს ჩვენს უფლებებს.
და ყოველდღიურად რაღაც ახალ რეალობაში შევდივართ. ჩვენ საუბრობდით დიახაც, რომ მოგვივიდოდა ჯარიმები, როგორ უნდა გაგვესაჩივრებინა. ძალიან ბევრი ადამიანი მე თვითონ სოციალურ ქსელშიც, მეც ხოლმე, ჩემ კოლეგებს არასამთავრობო ორგანიზაციებში წერდნენ, თხოვდნენ დახმარებას გასაჩივრებაში. მეც რამდენიმე ადამიანს დავეხმარე, რაც შემეძლო. ჩემი კოლეგები ძალიან ბევრს დაეხმარდნენ, მაგრამ ჩვენ წინაშე დადგა უკვე ახალი საკითხები, რასთან დაკავშირებითაც დამატებითი კითხვები გაჩნდა, ბევრი წერდა ამაზე, ბევრი კითხულობდა, რა უნდა გააკეთონ, როგორ უნდა მოიქცნენ და ყველაზე საინტერესო რა არის წით. მას შემდეგ რაც ამ საკითხებზე ზოგადად საჯაროდ ესე საუბარი დავიწყე, გამოჩნდა ძალიან ბევრი არაერთი თვითნასწავლი იურისტი. თუ არ ვიცი თვითნასწავლი იურისტები არიან თუ შეგნებულად არასწორ ინფორმაციას აწვდიან ადამიანებს, რომლებმაც არასწორი ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს მათ შორის ჯარიმის გასაჩივრებასთან დაკავშირებით. ამიტომ მე მინდა პირველ რიგში რა თქმა უნდა გთხოვოთ და ყველას მოგვიწოდოთ, რომ თუ რაღაც სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმას აპირებთ, აუცილებლად, ვიცი, საბედნიეროდ ღვთისწყალობით ამ ქვეყანაში არის არაერთი იურისტი, რომელსაც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა აქვს და სრულიად უანგაროდ სად არის დაეხმაროს ადამიანებს, ხო? მათ აუცილებლად მიწერეთ, კითხეთ, დაუკავშირდით, თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ თვითნასწავლი იურისტებს მაინც და მაინც ნუ ვენდოვით, ისე როგორც თვითნასწავლ ექიმებს ან თვითნასწავლ რაღაცა სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს, იმიტომ რომ შეიძლება მათ მთელი სამართლებრივი პერსპექტივა ამ საკითხებთან დაკავშირებით გაგვინადგურონ, არასწორი რჩევები მოგვცენ და ასე შემდეგ, ხო? მათ შორის არ ვიცი, მე ხშირად ხვდებოდი ხოლმე სოციალურ ქსელში ესეთ მითებს, მე ამაზე დავწერე კიდევაც პოსტი, რომ თითქოს თუ ჯარიმას გაასაჩივრებდი და არ გადაიხდით იმას, ეს გაგისამაგდებოდა თუ გაგიორმაგდებოდა თუ რაღაცა მსგავსი. ეს ალბათ უფრო ქართული ოცნების ტროლბოტების თუ არ ვიცი რაღაც პროპაგანდის ნახელავი იყო. ანუ ვიღაცა ძალიან ცუდი გამოცდილება ჰქონდა შსს ჯარიმის გადაუხდელობის, არ ვიცი ხო ერთ-ერთ ვიტყვი და ვერც მეორეს კონკრეტულად. ასევე რაღაც ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, თუ ჯარიმას არ ჩაიბარებ და ვერც ვერაფერს ვერ დაგიშავებენ, ვერაფერი შენ მიმართ ვერ განხორციელდება და ნუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე ტყუილები თუ არასწორი ინფორმაციებიც ვრცელდებოდა ხოლმე, ამიტომ აი ასეთ რაღაცებს როგორც კი მოისმენთ, მათ შორის იგივე ჯარიმის გასაჩივრების ვადებთან დაკავშირებით, ანუ თუ არ ხართ დარწმუნებული სანდო იურისტმა, სანდო ადამიანმა ეს რა თქმა უნდა თქვა, ასე მარტივად ნუ დაიჭერეთ, იმიტომ რომ ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება ხოლმე, მათ შორის ასევე სოციალურ ქსელშიც და არა მარტო სოციალურ ქსელშიც. დღეს რაზე მინდა ვისაუბრო? დღეს მინდა ვისაუბრო ძირითადად ორ საკითხთან დაკავშირებით, პატარა შესავალსაც გავაკეთებ და უკვე ამ ორ საკითხზე გადავალ. ეს ორი საკითხი არის ერთი შსმ ჯარიმების, გზის გადაკეტვის ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო, ანუ ვებგვერდზე ათავსებენ ამ ჯარიმებს და გვიგზავნიან SMS-ებს და ასეთ დროს ჩვენ როგორ ვიქცევით და ზოგადად ამის უფლება შსს ჰქონდა, არ ჰქონდა, ამ პროცედურებს იცავენ, არ იცავენ თუ ასე შემდეგ. ამაზე ვისაუბროთ ეს ერთი და მეორე, ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც გასაჩივრებული ჰქონდა ჯარიმები შინაგან საქმეთა სამინისტროში, უკვე იქ პროცედურები ყველაფერი გაიარეს, გადაწყვეტილებაც მიიღეს, არ დააკმაყოფილეს საჩივრები, გამოუგზავნეს დადგენილებები, რომ არ ვაკმაყოფილებთ თქვენ საჩივარსო და ახლა არის წასაღები ეს დადგენილებები უკვე საქალაქო სასამართლოში და სასამართლოს ინსტანციაში არის გადასასვლელი, მოკლედ ეს სამართლებრივი ბრძოლა და ამ დროს როგორ ვიქცევით, ხო? მათ შორის მეც ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვისაც ჩემ ჯარიმაზე შესდან უკვე მომივიდა უარი, არ დამიკმაყოფილეს საჩივარი და ამ ამბავსაც მოგიყვებით, მოკლედ ეს პრაქტიკაც როგორ მიდის ხოლმე და რა თქმა უნდა შემდგომ უკვე თქვენი კითხვები რაც იქნება სიამოვნებით შევეცდები რომ გიპასუხოთ და უბრალოდ აქეთ დათქმას გავაკეთებ რომ ანუ შევეცადოთ რაღაცა კონკრეტულ საკითხებში მე არ მინდა შევიდე, იმიტომ რომ ეს ეთიკურად ჩემი მხრიდან არასწორი იქნება, რა თქმა უნდა ზოგადი სამართლებრივი კითხვები რაც იქნება მათზე აუცილებლად გიპასუხებ. ხო, დავიწყოთ იმით, რომ საიდან იწყება ეს ყველაფერი, წესით უნდა გამოეგზავნათ ჩვენთვის ეს ჯარიმები, ან თვითონ მათ უნდა მოეტანათ ეს ჩვენთვის და ჩვენთვის ან ჩვენი ოჯახის წევრებისთვის უნდა ჩაებარებინათ, ან პოსტით უნდა გამოეგზავნათ, ანუ ამის მცდელობა ორჯერ უნდა ჰქონოდათ და თუ ჩაგვაბარებდნენ ამას, რა თქმა უნდა, აქედან 10 დღე გქონდა ჩვენ გასაჩივრებლად, აქ ვრცელდებოდა მითები, რომ თითქოს თუ არ ჩავიბარებთ, აქ ვერაფერსაც ვერ დაგვიშავებენ, არა, თუ არ ვიბარებთ ჯარიმას, ის მაინც ჩაბარებულად გვეთვლება და გასაჩივრების ვადა მაინც აგვეთვლებოდა. ამიტომ ეს ცოტა არასწორი ინფორმაცია იყო გავრცელებული და ეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, ხო? მაგრამ აქ არის მეორე მომენტი, რა მომენტი, რომ ასეთი ჯარიმები, ხო, შსს დაუგროვდა ძალიან ბევრი, ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებული.
დღის განმავლობაში არ ვიცი შეიძლება 10-ით ნამდვილად, მაგრამ თუ არ გადავამეტებ 100-ით ჯარიმასაც კი ადგენდნენ ხოლმე დღის განმავლობაში, მათ შორის აჯარიმებდნენ ჟურნალისტებიც არაერთი დააჯარიმეს, ჩვენზე რომ არაფერი ვთქვა აქტივისტებზე, ხო? ჟურნალისტებიც კი დააჯარიმეს მათი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს და უკვე აქ რა სჭირდებოდათ? ანუ აი ეს 10-ით, 100-ით ჯარიმა დაუგროვდა, ძალიან ბევრი ჯარიმა და ეხლა ამის ადმინისტრება უნდა გააკეთო, ხო? და ამის ადმინისტრებას რა სჭირდება? თითოეულ ამ ჯარიმაზე, რომელიც ძალიან ბევრი აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაგროვილი, უნდა აღრიცხო ის, რომ შენ გაუგზავნო ჯერ ადრესაც, ჩააბარო, ეს ჩაბარების დასტური მოიპოვო, თუ ვერ ჩააბარე, მერე კიდევ მეორედ სცადო გაგზავნა, აქაც იგივე პროცედურა სცადო, თუ ამას ვერ გააკეთებ, ანუ ეს თითო ჯარიმასთან დაკავშირებით. თუ ამასაც მეორეჯერაც ვერ ჩააბარებ, აი ამის შემდგომ უკვე უნდა ვებგვერდზე ადგე და გამოაქვეყნო, ხო? ანუ ეს ვიდეოს police-ში, აი ეს ასეთ ვებგვერდზე თქვენ თუ Google-ში ჩაწერთ ეს ჯარიმების გამოქვეყნება ან რაღაცა ესეთი, ასევე ამოგიგდებთ ამ ვებგვერდს, ახლა ამ ვებგვერდის სახელი მაინც და მაინც რომ არ დაიმახსოვროთ, ხო? მაგრამ აქ რაში არის საქმე? მათ შორის მესიჯიც რომ მოდის ხოლმე იქაც წერია ეს ამ ვებგვერდის დასახელებაც. ახლა რა დღეში აღმოჩნდა პოლიცია, ხო? თავდაპირველად იყო სიტუაცია, რომ შეს ადგენდა ოლქს, მიქონდა სასამართლოში და მერე სასამართლო გვაჯარიმებდა. ასეთი საქმეები რეალურად ბევრი დაგროვდა სასამართლოში, გაიჭედნენ, მაგრამ გადაიტვირთნენ. თან უნდათ რომ ან მაგალითად უკვე ერთი თვის მერე ინიშნებოდა პროცესი, ამას ისეთი მყისიერი ეფექტი, აი იმ წუთიერი ეფექტი ესე აღარ ქონდა. ამიტომ მოდი რა გავაკეთოთო, სასამართლოსაც რო ცოტა შეუმსუბუქოთ საქმე და თან უფრო მყისიერი ეფექტი შევძინოთო, ადგენდა გააკეთეს ის, რომ უკვე პირდაპირ შესაძლოა გვიწერდა ჯარიმებს, ხო? ანუ მყისიერი ეფექტი შეეძინა. მაგრამ აქ უბედურებაში ამოყვეს თავი, რომ აი ეს ბიუროკრატია შეეტენათ, ხო? ბიუროკრატია, რომელიც გულისხმობდა, რომ ამდენ 100-ით ჯარიმაზე უკვე პოლიცია მეტს ვეღარაფერს ვეღარ აკეთებდა. ფაქტობრივად გადაიტვირთნენ, გადაიტენეს ამ ჯარიმებით საკუთარი ბიუროკრატია, უნდა ერთხელ გამოეგზავნათ, მერე მეორედ გამოეგზავნათ, მერე გამოქვეყნებაზე წასულან. ნუ ამ ხალხმა ადგა იფიქრა და ისედაც პასუხს არავინ არ გთხოვსო და არც არავინ არაფერს არ გვეტყვისო და მოდი პირდაპირ გამოქვეყნება დავიწყოთ, რატომ ველოლიაოთ ამდენი და რატომ გზავნოთ პოსტით ეს ჯარიმები ორ-ორჯერ და ამხელა ამდენი რესურსი რატომ ხარჯოთო, ხო? აუდგეთ და მოდი პირდაპირ გამოვაქვეყნოთ. ეხლა სასამართლო მოგთხოვს ამაზე პასუხს, თუ არ ვიცი ვინ მოგთხოვს ამაზე პასუხს. ამიტომ ადგნენ ყოველგვარი ასეთი გამოქვეყნების ჩაბარების მცდელობის გარეშე დაიწყეს უკვე ამდენი კვირის თუ თვის შემდეგ უკვე პირდაპირ გამოქვეყნება. ეხლა მე მაგალითად პირდაპირ ჩემ მშობლებს მიუტანეს სახლში, სადაც რეგისტრირებული ვიყავი, ბევრ ჩვენ მეგობარს, კოლეგას, თანამებრძოლს, ასევე პოლიციელებმა პირადად მიუტანეს, ზოგს პოსტამ მიუტანა, მაგრამ ამას უკვე ვეღარ აუდიოდნენ და ამიტომ გადავიდნენ უკვე ამ გამოქვეყნების კომპონენტზე. ანუ ეს უბრალოდ რომ აუხსნათ რატომ დაიწყეს ამის კეთება. მე წინა კვირებში რომ საუბრობდი ბოლოს ამ საკითხებზე, იქ ვახსენებდი ასეთ რაღაცას და ყოველთვის ამ დათქმას ვაკეთებდი, რომ არ გამოურიცხაო მეთქი, რომ ანუ ყველას ქონდა რაღაცნაირად მოლოდინი, რომ ამ ორჯერ ჩაბარების პროცედურა შეს რატომღაც დაიცავდა. მე ამის მოლოდინი არ მქონია, იმიტომ რომ წინა შეხვედრაზე მე აქ თქვი, რომ ვართ სიტუაციაში, როდესაც ვართ რაღაცა ველურ ბუნებაში და მხეცი მიპირებს რომ შემჭამოს. და მე მხეცს ვერ დაველაპარაკები, რომ მე იმის უფლება მაქვს და ამის უფლება მაქვს და პროცედურები უნდა დაიცვა ჩემი შეჭმის დროს. არა, ანუ ამ ხალხს უნდა ჩვენ პირდაპირ ასე ვთქვათ, შეჭმა, ესე უხეშად რომ ვთქვათ. ამიტომ ისინი მათ შორის პროცედურებსაც დაარღვევდნენ. ნუ გვექნება იმის მოლოდინი, რომ მაინც და მაინც ჩვენ უფლებებს დიდად რაღაცა მაღალ ხარისხში გაითვალისწინებენ. და შეიძლება მეთქი, რომ აი ამ ჩაბარების პროცედურები უცებ ამის დარღვევა დაიწყონ და გამოგზავნის გარეშე ამის ვებგვერდზე ატვირთვა სადუნთქო. სამწუხაროდ მართალი აღმოჩნდი. ისე როგორც ბევრ რაღაცაში აღმოჩნდი მართალი, მაგრამ ძალიან არ მიყვარს ხოლმე ეს რაღაცებში მართალი აღმოჩნდი, მაგრამ სამწუხაროდ აღმოჩნდი მართალი, შესაძლოა დაიწყო ამ ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება. ახლა ჩვენ რას ვშვებით? ხო? ერთია რომ ნუ აქ პროცედურა ხშირ შემთხვევაში შესაძლოა არ აქვს დაცული. ახლა დღეს მაგალითად ერთმა ადამიანმა მომწერა და მეუბნებოდა რომ გამოგზავნესო იმ სამართზე, სადაც მე რეგისტრირებული ვიყავიო და ყურადღება არ მივაქციეთო როგორც ჩანს და მაგიტომ მე გამომიქვეყნესო. არის ასეთი იშვიათი შემთხვევები, სადაც ანუ ეს პროცედურა დაცული აქვს და მე გამოაქვეყნეს, მაგრამ არ ვიცი, აი გავიხსენებ ერთი ჩემი მეგობრის საქმეს, დაურეკეს, უბრალოდ უთხრეს რომ მოდი ჩაიბარო, მე უთხრა რომ გამომიგზავნეთო, არაფერი ხო იმის მერე ხმა, უბრალოდ პირდაპირ მესიჯი მიწერეს რომ ორი ჯარიმა გამოგიქვეყნეთო. ასეთ რაღაც გაკეთეს, რაც რა თქმა უნდა კანონის დარღვევა არის, ან პროცედურული ნორმის, მაგრამ აქ ახლა კანონის დარღვევას ვინღაჩივის
არ ვიცი, ყველანაირი წესი საკუთარ თავზეც მოირგეს, რა ვიცი, კონსტიტუციაც თავზე გადაიხიეს და ნუ ასე შემდეგ, მაგრამ ნუ აქ უბრალოდ სასაცილო ის არის, რომ საკუთარ დაწერილ წესს არ ღვევენ. აი, საკუთარი დაწერილი წესი, რომლის შეცვლისთვისაც ძალიან მარტივად შეუძლიათ გარკვეული საკანონმდებლო პროცედურები ჩაატარონ, ხო? მაგრამ ნუ ამასაც აღარ იცავენ, ესეც აღარ აინტერესებს. ანუ რასაც უნდათ იმას აკეთებენ. ამიტომ ჩვენ თუ ჩავიგდებთ თავს იმის ასე ვთქვათ, იმ მოლოდინს შევუქმნით, რომ შეიძლება ამათ ყველაფერი გააკეთონ, უბრალოდ მე ამის ცოდნა უნდა მქონდეს და ამის მოლოდინი უნდა მქონდეს, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო მზად ვიქნებით ამისთვის, ხო? ან მე მაგალითად ყველანაირი მოლოდინი მქონდა, რომ ნებისმიერი უფლება ჩემი შეიძლება დაერღვიათ და ამ მოლოდინით რომ მოქმედებ, აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო რაღაცა თავდაჯერებული ვარ და მე რა გამიკეთეს, მაგასაც მოგიყვებით აუცილებლად, ხო? მეორე ნაწილზე რომ გადავალ, მაგრამ გავაგრძელოთ მოკლედ ახლა ჩვენ იმით, მოგვივიდა SMS-ი, რომ გამოგიქვეყნეთ ჯარიმა. ხო? რას ვაკეთებთ? გამოქვეყნების დღე არის ის დღე, როდესაც ჩვენ მესიჯს გამოგვიგზავნიან. ჩვენ თუ შევალთ ამ ვიდეოს პოლის ჯიზე ამ ვებგვერდზე, წერია ხოლმე თარიღი, ძველი თარიღი მარტის შეიძლება ეწეროს, ან თებერვლის შეიძლება ეწეროს ეს თარიღები. ეს არის ოქმის შედგენის თარიღი, რეალურად, როცა ოქმი შეადგინეს, გამოქვეყნების თარიღი არის ის, როდესაც ვებგვერდზე აიტვირთება. ჩვენ თუ აი ამ ჯარიმების გამოქვეყნების ვებგვერდზე გადავალთ, ანუ ეს არის Polish G Drop Protocols, ანუ ამაზე თუ გადავალთ, იქ მივუთითებთ ჩვენ პირად ნომერს, დაბადების თარიღს და ასევე ოქმის ნომერსაც, ხო? ოქმის ნომერი მესიჯი რომ მოგივათ იქ ეწერება. ანუ ამ მონაცემებს თუ მივუთითებთ, გამოგვიგდებს, როდის არის გამოქვეყნებული, როდის არის გადახდისვა და გადახდისვა და არის ხოლმე 60 დღის თავზე და გეტყვით ეგ 60 დღის თავი რატომაც წერია. მაგრამ აქ როგორ ვიქცევთ? ან როცა SMS-ი მოგდის ჩვენ მაგ დღეს აქვეყნებენ ვებგვერდზე. ეგ არის გამოქვეყნების თარიღი, მაგრამ მაინც რომ გადაამოწმოთ ამ Polish G Drop Protocols-ზე შეგიძლიათ ეს როდის არის გამოქვეყნების თარიღი. ამ დღეს აქვეყნებენ და როგორ გვეთვლება ჩვენ ჯარიმა ჩაბარებულად. მე ამაზე რამდენიმე ადამიანმა მკითხა და მათაც ვცემდი და აქაც ვიტყვი აუცილებლად. როდესაც ეს გამოქვეყნდება ვებგვერდზე და იქ წერია გამოქვეყნების თარიღი და მათ შორის არის SMS-ის მოსვლის თარიღი რეალურად. აქედან 30 დღეს გვეთვლება ჩაბარებულად. ზოგი ამას ცოტა ისე უხეშად ამბობს ხოლმე და არასწორად რომ 30 დღის შემდეგ გვეთვლება ჩაბარებულადო. არა, როდესაც მე SMS-ი მომივა, აქედან 30 დღე არის უკვე ჩაბარების თარიღი. და ამ დღიდან 10 დღის განმავლობაში მაქვს უფლება რომ გავასაჩურო. ამას მეკითხებიან ხოლმე რომ აი როცა SMS-ი მომივა აქედან 10 დღის ვადაში უნდა გავასაჩურო თუ 30 დღე პლუს 10 დღეო, ხო? ანუ მე ვეუბნები ხოლმე ასეთ რაღაცას რომ კოდექსში ეს საკითხები ცოტა ბუნდოვნად არის, ანუ ათვლის მომენტები როგორ უნდა იყოს, ამიტომ მოდი მეთქი ასეთი რაღაც გააკეთეთ, 30 დღე დაითვალეთ, მათ შორის ის დღეც მიათვალეთ, როცა მოგწერეს ეს მესიჯი, მაინც ყოველი შემთხვევაში ახლა ერთი დღე იქით და ერთი დღე აქეთ არაფერს არ წყვეტს, ის დღეც მიათვალეთ, 30 დღე ჩათვალეთ ჩაბარებულად და აქედან დაითვალეთ ასევე 10 დღე. და ამ 10 დღის განმავლობაში, რაღაც დაახლოებით აი 37-38 დღის განმავლობაში მაინც შეიტანეთ აუცილებლად საჩუვარი. თქო, ჩემი რჩევა ყოველთვის ეს არის ხოლმე, იმიტომ რომ ცოტა ბუნდოვანი არის აი კანონის ჩანაწერები და მე სასამართლომ როგორ შეიძლება დაატრიალოს, ამაში მე არ ვარ დარწმუნებული. ანუ ამ მდგომარეობით პრაქტიკა მეტნაკლებად ნორმალური არის, რომ ვადებს სწორად თვლიან ხოლმე, მაგრამ შეიძლება უცებ არასწორად დათვალონ ეს ვადები და ამიტომ ამ ხნის გათვალისწინებას აუცილებლად გირჩევთ, მაგრამ მაინც არ ვიცი თუ რომელიმე შიშობთ იმას, რომ რაღაცა შეიძლება აქ ცუდი რაღაც გააკეთონ, არ ვიცი, როცა გამოაქვეყნებენ, თუ გინდათ მეორე დღესვე შეგიძლიათ გაასაჩივროთ ეს ჯარიმა, მაგრამ თუ თქვენ გაასაჩივრებთ ვადაში 30 პლუს 10, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სავსებით ეტევით ამ ვადაში. ახლა შეიძლება დამისვოთ თქვენ ასეთი შეკითხვა, რომ SMS-ი თუ არ მომდის, მაშინ რას ვაკეთებ და როგორ ვიქცევითო, ხო? ნუ SMS-ი გამოქვეყნების დროს აუცილებლად უნდა მოვიდეს, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ჩანაწერი, მაგრამ შეიძლება ვიღაცის ნომერი მონაცემთა ბაზაში ასე არ იყოს, მითითებული და შეიძლება მასთან ეს SMS-ი ვერ მივიდეს, რა გავაკეთოთო, ხო? ნუ ამისთვის ქვითრის ნომერი არის აუცილებელი და ქვითრის ნომრის გარეშე ამას ვერ შევამოწმებთ, ამ მოცემულობით ასე არის. აქ ერთადერთი გზა რჩება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზზე პერიოდულად დარეკოთ, შეამოწმოთ ხოლმე თქვენთან დაკავშირებით რამე ოქმი შედგენილი არის თუ არა ის, თუ შიშობთ იმას, რომ შეიძლება თქვენი ნომერი მონაცემთა ბაზაში არ იყოს და ასე არ გამოგიგზავნონ, ხო? ამის საშიშროება არსებობს ხოლმე.
მაგრამ აი ის გადახდის ორთვიან ვადას რომ ვამბობდი, მე ხომ თქვი რომ ან მაგალითად მომივიდა დღეს არის 29 აპრილი, ხო მაგალითად 29 აპრილს მომივიდა მესიჯი და 29 ივნისი იქნება გადახდის ბოლო ვადად მითითებული და რატომ? იმიტომ რომ მე ხო ვამბობდი 30 დღეს მეთვლება ის ჩაბარებულად და ჩაბარებიდან 30 დღე მაქვს გადახდისთვის და ჩაბარებიდან 10 დღე მაქვს გასაჩივრებისთვის, ხო? მაგრამ თუ გავასაჩივრებ ამას, ანუ შევიტან შინაგან საქმეთა სამინისტროში საჩივარს 30 + 10 დღეში მაინც, ხო? ასეთ შემთხვევაში ჯარიმის გადახდის დინება ჩერდება. და არაფერს არ ვიხდი, მაგრამ თუ არ გავასაჩივრებ, რა თქმა უნდა, 30 + 30 დღეში ჯარიმის გადახდის ვალდებულება მაქვს, მაგრამ ნუ აქ ხა მე მგონი იმისთვის არ ვართ, რომ ხა ჯარიმის გადახდის ვადები როგორ არის, ჩემგან ამის პროცედურები მოისმინეთ, ხო? ამიტომ ასეთ შემთხვევაში თუ გამოგვიგზავნეს ნუ რაღაც წესიერად ჩაგვაბარეს, ასეთ შემთხვევაში ვაკეთებთ ჩვენ იმას, რომ ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ვასაჩივრებთ, ხო? მაგრამ თუ გამოაქვეყნეს, გამოქვეყნებიდან 30 დღეს მეთვლება ჩაბარებულად და 10 დღის ვადაში მაქვს საჩივრის შეტანის უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროში. ეს ერთი ნაწილი. ახლა გადავიდეთ მეორე ნაწილზე, რომელიც ეხება უკვე შ-ში რომ შევიტან საჩივარს, მე რა ხდება. აქვე მე მინდა რამდენიმე პროცედურასაც აქ შევეხო და მე უკვე სასამართლოში როგორ ვასაჩივრებთ, ამაზეც აუცილებლად ვისაუბროთ. როდესაც ჩვენ საჩივარი შეგვაქვს, შეიძლება ან დაგირეკონ, ან წერილობით გამოგიგზავნონ, რომ თქვენი საჩივარი წარმოებაში მიიღეს, აცნობეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, რომ ანუ ეს შეჩერებული არის ამ ჯარიმის აღსრულება და ასევე დამატებითი პოზიციის წარმოადგენსაც გთავაზობენ ხოლმე. ასევე არის ხოლმე ზარი მასთან დაკავშირებით, რომ თქვენი მასალები, ხო? საქმის მასალები არის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტში, ამას ან იხილავს ხოლმე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, იმიტომ რომ საპატრულო პოლიციის შედგენილ ჯარიმებზე ისინი იხილავენ, ზემდგომი ისინი არიან, ან შსს იურიდიული დეპარტამენტი. მოკლედ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. რომელმაც არ უნდა გაიხილოს, ესენი გატყობინებენ ამას და გატყობინებენ, რომ თქვენ ჯარიმასთან დაკავშირებული საქმის მასალები არის შესაბამის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულში მოსული და შეგიძლიათ მიხვიდეთ და წამოიღოთ ეს საქმის მასალები, გადმოგიწერონ ამის შესაძლებლობას, გაძლევენ ხოლმე. ასევე ის რაღაც ფურცლები რაც არის ხოლმე, ხო? იქ სადაც ატაკი როგორ დაიწერა, ის ოქმი როგორ შედგა და ნუ ასე შემდეგ, ამ შემდეგ ამ რაღაცებსაც გაძლევენ ხოლმე. თუმცა მე შემიძლია გითხრათ, რომ მე უკვე ჩემზე საბოლოო გადაწყვეტილებაც მიიღო და მე უკვე სასამართლოშიც მაქვს გასაჩივრებული, აი ჩემ შემთხვევას გეტყვით, ანუ ისეთი საბაზისო უფლება, როგორც არის საქმის მასალებზე წვდომის, მათი გაცნობის, მათი ასლების მიღების შესაძლებლობა, შსმ პირდაპირ შემიზღუდა. ანუ შემიზღუდა რა, ნუ ორჯერ ვთხოვე რომ მოეცა და ორჯერ წერილობით მოვითხოვე, არც არავის დაურეკავს, არც არავის შემხმიანები, არც არავის არაფერი არ უთქვამს. გადაწყვეტილება ისე ჩამაბაჟო, დღემდე არ ვიცი დედას გეფიცევით, ანუ რასთან დაკავშირებით, ანუ სად ვიდექი, ანუ კი მახსოვს სად ვიდექი იმ დღეს როცა დამაჯარიმეს, მაგრამ ანუ მართლა არ ვიცი რასთან, ანუ რას მithulien ისინი დარღვევათ, ხო? ანუ გზაზე იდექი, მეუბნებიან, მაგრამ ანუ არ ვიცი რა მომენტზე მედაობიან რომ ამასთან დაკავშირებით კონკრეტული პოზიციაც არ ვადგინო, არ ვიცი, ან ვიდეოც არ მომწეს, არც რაღაცა არანაირი მასალა, იდენტიფიცირება ჩემი როგორ მოხდა თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ არანაირი დეტალი მე ამასთან დაკავშირებით არ ვიცი. ასეთ დარღვევასაც ჩადიან, მე მეცინებოდა ხოლმე კიდევაც რომ არ ვიცი, ნუ ეხა ცუდად არ გამიგოთ, რა ვიცი, ეხა მე მეთქი ჩემი უფლებები მეთქი, რავი, კარგად მესმის თქო და მე რო ამას მიკეთებენ მეთქი, სხვასთან როგორ შეიძლება ეს გააკეთონ, ხო? ამიტომ აი ასეთ ამბავში შევიდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, მაგრამ ნუ რაც ხუმრობით თქვი მე, რომ არაუშავს მეთქი, რაც მეც დაარღვევთ თქო, მით უკეთესი, იმიტომ რომ, რა ვიცი, ეს საქმე თუ წავიდა საერთაშორისო ინსტანციაში, რა თქმა უნდა, ამ საჩივარს გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა ექნება, იმიტომ რომ ნახეთ, საქმის მასალები არ მომწეს და ერთი ინსტანცია გამომატოვებინეს და თან აქ მეორე პრობლემაც აქვს, რომ ნუ კანონმდებლობის სწორი წაკითხვით ამ ხალხს უნდა ჩაეტარებინათ ზეპირი მოსმენა ამ საჩივრებზე. არც ერთზე არ ატარებენ ზეპირი მოსმენას საჩივრებზე. და სავარაუდოდ სასამართლოს სიტყვის რო არაუშავსო ოკეი არის, ეგ ამბავიო, მაგრამ არც ერთ საჩივარზე ზეპირი მოსმენას არ ატარებენ, რაც ჩემი აზრით სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მაინც ასე აკეთებენ, ხო? მაგრამ გავიარეთ ეს პროცედურები დაგვირღვიეს, შეიძლება არც დაგვირღვიეს, მაგრამ როგორ ვიქცევით, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოგდის დადგენილება, რომ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილეს. პირველ რიგში ეს არ უნდა გაგვიკვირდეს, იმიტომ რომ ახლა ვის გონიათ და ვის გაქვთ იმის ილუზია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საჩივარს დაგიკმაყოფილებთ. გონი არავის, ხო? ამიტომ რაღაცა ის ერთი თვის მერე იქნება, ორი თვის მერე იქნება, სამი თვის მერე იქნება თუ როცა იქნება, ამაზე პასუხი აუცილებლად მოგივათ და ეს იქნება
ძალიან მაღალი ალბათობით უარის მიღების შემდეგ, როდესაც პოსტით გამოგვიგზავნიან ამას და ჩაგვაბარებენ, ეს უნდა გავასაჩივროთ ამ დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ასევე, გასაჩივრების ვადა არის ისევ 10 დღე. რამდენიმე დღის წინ ერთი ჩემი მეგობარი მეკითხებოდა, პოსტაში მიიტანესო და რომ არ გამოვიტანო, რა მოხდებაო, ხო? ეს კითხვაც არის ხოლმე. აქ მაქვს მე ასეთი პასუხი. თუ არ გამოვიტანთ ამას, ეს შსში მგონი 5 დღეში აბრუნებენ ამას უკან, პოსტას ასეთი პროცედურა აქვს, 10 დღეში აბრუნებენ უკან და იდეაში მეორედაც უნდა გამოგზავნონ და მეორედ რომ გამოგზავნონ, მერე უნდა გამოაქვეყნონ, მაგრამ როგორც უკვე მივხვდით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არანაირი წესი და კანონი არ აინტერესებს, ამიტომ თუ რაღაცას მოგვიტანენ, ჯობს რომ ის ჩავიბაროთ ხოლმე, იმიტომ რომ თავის არიდებით შეიძლება რამდენიმე დღე გავწელოთ, მაგრამ მთლიანობაში ამას თავს ვერ დავაღწევთ და მაინც ჩაგვაბარებენ ან ასე, ან ისე, ხო? ამიტომ, როცა ჩაგვაბარებენ ამ დადგენილებას, ჩვენ აუცილებლად ვიცოდეთ ის ამბავი, რომ შეგვაქვს ამაზე საჩივარი შედის თბილისის საქალაქო სასამართლოში. თქვენ თუ გქონიათ შეხება სასამართლოში საქმის წარმოებასთან, ალბათ გეცნობათ, რომ სარჩელს სასამართლოში აქვს თავისი სპეციალური ფორმა, რომელშიც ძალიან ბევრი იურისტიც მათ შორის კარგად ვერ ერკვევა, რაღაც უბედური ფორმა არის. მაგრამ აქ მე მინდა გითხრათ ასეთი რაღაც, რომ ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევებზე სარჩელი არ შედის, შედის საჩივარი. ხო, საჩივარი როგორც დაახლოებით ისეთივე, როგორც მაგალითად შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიტანეთ, მაგრამ სასამართლოსთან მიმართებით ცოტა მაინც უფრო გართულებული არის ხოლმე რაღაცა, იმიტომ რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი რაღაც გარკვეული მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, ხო? და რა უნდა გაითვალისწინოთ ასეთი საჩივრის შეტანის დროს. 10 დღე ჩაბარებიდან 10 დღე, ეს ერთი. მეორე, თუ თქვენ გჭირდებათ რაღაცა შაბლონი, ნიმუში თუ ასე შემდეგ ამ საჩივრის შესატანად, რა ვიცი, მე ძალიან ბევრ ადამიანს, ჩემ კოლეგებსაც მათ შორის ეს გავუზიარე, ძალიან ბევრი ადამიანი სოციალში მწერს ხოლმე, Facebook-ში მწერს ხოლმე, ჩემი მოძებნა არ არის რთული სოციალურ ქსელში, შეგიძლიათ თუ ასეთი პასუხი მოგივათ, მე გამოგიგზავნით ამ ჯარიმის ნიმუშსაც, იმისთვის რომ თქვენ ეს ჯარიმა დაწეროთ და მე შეიტანოთ საქალაქო სასამართლოში ეს ჯარიმა. უბრალოდ რა ფორმალურად იქ რა უნდა გააკეთოთ. ნუ ჩემ შაბლონში ასე გავაკეთე, რომ ყვითლად რაც არის ხოლმე მონიშნული, ეს ინდივიდუალური არის მონაცემები, ხო? პიროვნებასთან დაკავშირებული მონაცემი, ოქმის ნომერი, დადგენილების ნომერი ან ასე შემდეგ, ესენი არის ხოლმე ჩასაწერი ძირითადად. და ამ ყველაფერს რომ შეავსებთ, და ამას ამ საჩივარს რომ ასე ვთქვათ დაწერთ, იქ ორი მოთხოვნა უნდა დაყენდეს. ეს არის ესეთი პროცედურული ამბავი. შსში რომ გაასაჩივროთ, ხომ მოითხოვით, რომ გაბათილებულიყო, თუ გაუქმებულიყო, ნუ როგორც გვინდა დავარქვათ, გაბათილებულიყო სამართალდარღვევის ოქმი. ხომ ასეა? სასამართლოში რომ მიგვაქვს და ვასაჩივრებთ საჩივრით ამ საკითხს, ვითხოვთ ორ რაღაცას. ვითხოვთ პირველი, ძირითადი ჯარიმის, საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობას და უარი რომ გვითხრეს ამ საჩივრის დაკმაყოფილებაზე, ასევე შსს დადგენილების ბათილად ცნობასაც. ჩვენ საქმეზე არის ორი სამართლებრივი აქტი. პირველი ჯარიმა და მეორე უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ამიტომ ვითხოვთ ორ რაღაცას ხოლმე ამ საჩივარში, ამ ორივე აქტის ბათილობას და ეს შედის უკვე სასამართლოში, ხო? როგორც მინიმუმ ამ საჩივარს უნდა დავურთოთ, რა თქმა უნდა, საჯარიმო ქვითრის ასლი და შსს დადგენილების ასლიც. იქ ამ დადგენილებაში წერია ერთ და იგივე შაბლონი აქვს, ყველა სახელებს და გვარებს სულიან და ისე გზავნიან ხოლმე, რაღაცა ევროსასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც პრაქტიკებით სრულიად უკონტექსტოდ აქვთ ხოლმე მითითებული, მაგრამ ამას შეგიძლიათ ყურადღება არ მიაქციოთ დიდად. აი ეს ორი აქტი მაინც უნდა დაურთოთ, პლუს პირადობის მოწმობის ასლიც დაურთეთ ამ საჩივარს და აუცილებლად წარადგინეთ 10 დღის ვადაში საქალაქო სასამართლოში. კიდევ რას ითვალისწინებთ აქ? ითვალისწინებთ იმას, რომ საქალაქო სასამართლოში საჩივარს ხომ ასე ვთქვათ, ხო გააკეთებთ და ამას ამ ასლებს დაურთავთ. ეს უნდა მიიტანოთ ორ ეგზემპლარად სასამართლოში. იმიტომ რომ ერთი ეგზემპლარი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამიტომ ორ ეგზემპლარად აუცილებლად უნდა შევიდეს ეს სასამართლო. შესაძლოა ხო ერთი მიგქონდათ, ხო? სასამართლოში აუცილებლად ორი უნდა მიიტანოთ, იმიტომ რომ ეს არის ესეთი პროცედურული მოთხოვნა და ეგეც გაითვალისწინეთ. ორივეზე ხელმოწერა უნდა იყოს, ორიგინალი ხელმოწერა და ორივე უნდა მიიტანოთ სასამართლოს კანცელარიაში და ჩააბაროთ. ბაჟს რამე გადასახდელს არაფერს არ იხდით, იმიტომ რომ ეს არის სამართალდარღვევაზე საჩივარი და ამაზე ბაჟი არ გადაიხდება, უფასოა მარტივად რომ გითხრათ. ეხლა შემდეგი ნაბიჯი.
სასამართლოს კანცელარიაში ამას რომ მიიტანთ და ჩააბარებთ, გაძლევენ ესეთ თაბახის ფურცელს ეს აქმის განაწილების უბრალოდ ანუ განცხადების ან საჩივრის მიღების ესეთი ბარათი არის, სადაც არის მითითებული ვინ შეიტანა ეს საჩივარი, რა ნომერი აქვს ეს რეგისტრაციის, რა დროს შეიტანა, რომელ დღეს შეიტანა და იქ ქვემოთ არის ხოლმე ასევე მითითებული მომხმარებლის ნომერი და პაროლი. და ამ მომხმარებლის ნომრით და პაროლით თქვენ ქვემოთ კუთხეში ეწერება ესეთი საიტი ecd.court.g. ამ საიტზე თუ შეხვალთ თქვენ კაბინეტში ამ მომხმარებლის ნომრით და პაროლით შეძლებთ თქვენ საქმეზე მთლიანად ელექტრონულად წვდომას, ხო? ასეთ ფურცელს თქვენ გაძლევენ 2 წელს. ეხლა 2 წელი რაში გჭირდებათ? იმიტომ კი არა რომ თქვენ 2 საჩივარი მიიტანეთ და საპასუხოდ 2 ფურცელს გაძლევენ. არა. ერთი თქვენთვის შეგიძლიათ რა თქმა უნდა დაიტოვოთ და უნდა დაიტოვოთ კიდევაც რომ მე ამ ecd.court.g-ზე საქმის წარმოების ელექტრონულ პორტალზე შეამოწმოთ ხოლმე რა ხდება და რა ფაილები იტვირთება და რა ხდება, ანუ საქმეზე მარტივად რომ გქონდეთ წვდომა, ეს ერთი, მაგრამ მეორე ამას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი დატვირთვა. ამ მეორე ფურცელს აიღებთ და ორი ვარიანტი გაქვთ აქ. მოკლედ ეს უნდა მიიტანოთ ყველა ვარიანტში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში. შეგიძლიათ ეს წაიღოთ და მიიტანოთ ნოე რამიშვილის 38-ში, ანუ კახეთის გზატკეცილზე იმაში. შუშებიან შენობაში, ხო? შეგიძლიათ ეს პირადად მიიტანოთ და ჩააბაროთ, იქ განცხადება დაწეროთ, რომ აგერ გავასაჩივრე მე ესა და ეს ჯარიმა და მაგიტომო ინფორმირებული იყავით, რომ გაჩერდესო ამ საჯარიმო ქვითრის მოქმედებაო, ან შეგიძლიათ პოსტით გაგზავნოთ. და პოსტით გაუგზავნოთ. ეხლა მე მაგალითად პოსტით გაუგზავნე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ანუ ნოე რამიშვილის 38-ში. რისთვის არის ეხლა ამის გაკეთება საჭირო? ჩვენ ხო ვამბობთ, რომ გასაჩივრებით ოქმის მოქმედება ჩერდება და ვერ აღასრულებენ. მაგრამ სასამართლოში ამას რომ შეიტანთ, სასამართლო ავტომატურად არ ატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამას, თქვენ უნდა გააკეთოთ მოკლედ ეს ამბავი და ეს ფურცელი, რასაც თქვენ გაგზავნით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, არის დასტური იმის, რომ თქვენ ჯარიმა გაასაჩივრეთ სასამართლოში, ეს არის სასამართლოში, გასაჩივრებულია და შესაბამისად გასაჩივრებით მისი მოქმედება უნდა შეჩერდეს. თუ დამატებით დეტალები აინტერესებთ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში რა ხდება ამ საქმეზე და მართლა შეიტანეთ თუ არა, ქვემოთ არის მითითებული მომხმარებლის ნომერი და პაროლი, თუ ძალიან მოესურვებათ, შეუძლიათ შევიდნენ, შეამოწმონ და ნუ ასე შემდეგ. ეს არის თქვენთვის დასტური იმის, რომ გაგზავნეთ რა თქმა უნდა აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ამ ჯარიმასთან დაკავშირებით აღსრულება შეჩერდება ამ შეტყობინებით. დამატებით თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ რომ სასამართლო წარმოებაში რომ მიიღებს ამ საჩივარს შეგიძლიათ ეს განჩინება აიღოთ და დამატებით ესეც მიუტანოთ, მაგრამ პრინციპში ეს შეტყობინება საკმარისი არის ამ ეტაპისთვის. ხო, ამას სასამართლოში ჩააბარეთ, კი ბატონო, ეს ნაწილიც გავიარეთ და რა მინდოდა რომ მეთქვა. ხო, დანარჩენი ველოდებით უკვე სასამართლოს განხილვის ჩანიშნას. ალბათ გექნებათ კითხვა რა ვადაში განიხილავს ამას სასამართლოო. ეს ძალიან კარგი კითხვა არის. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ ვიცი, ვიხსენებ ხოლმე რამდენიმე ჩემი მეგობრის ჯარიმა გავასაჩივრე, ოღონდ საერთოდ სხვა ჯარიმები იყო ისინი, ცოტა სხვა სამართალდარღვევები იყო, 6-7 თვე არის დაახლოებით საქალაქო სასამართლოშია ესენი ეს საჩივრები შეტანილი, ანუ ასეთივე წესით გვაქვს ეს შეტანილი. არ ვიცი, საქმის განხილვა ჯერ ხო არ ჩაუნიშნავთ და აი როდის ჩანიშნავენ, ეგ კიდევ კაცმა არის. ეს 6-7 თვისიანდელ საჩივრებზე ვსაუბრობ აქ. ამიტომ არ ვიცი, თუ მაინც რაღაცა ისეთი განსაკუთრებული პოლიტიკური ნება არის არსებობს, რომ მაინც და მაინც სწრაფად განიხილონ ეს საქმეები. სავარაუდოდ მინიმუმ ამდენ ხანს ამ საქმეების განხილვა გაგრძელდება. და მინიმუმ რაღაცა ეს დრო სასამართლოს წესით დასჭირდება, მაგრამ შეიძლება არ ვიცი, რაღაცა ყველაფერი გვერდით გადატონ, რაღაცა ძალიან ისე პრიორიტეტი მიანიჭონ და ნუ არ ვიცი, ხა ამ ისე ჩვი ნაკლებად მაქვს რომ ესე გააკეთონ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან დიდხანს სასამართლოში ამის განხილვა წაიღებს. ნუ მე უკვე სასამართლომ მაინც ზეპირიმოსმენა უნდა ჩაატაროს და მე მათაც უნდა გაგვცენ ამაზე პასუხი, დადგენილება უნდა მიიღონ, რომლის ასევე გასაჩივრებაც მე აპელაციაში შეგვიძლია. აი ამების დრო რომ დადგება და თუ ისევ პროტესტში ვიქნებით, მე ამასაც გასწავლით ეს როგორ უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჯერჯერობით ამ ნაწილთან დაკავშირებით მაინც და მაინც რაღაც ისე არ ვისაუბრებ. ახლა მინდოდა მაინც მესაუბრა ისეთ საკითხებზე, რაც უფრო მეტად აქტუალური არის, ბევრჯერ დავწერე ეს მე Facebook-ზე, ეს პროცედურებიც ავხსენე, რა ვიცი, თუ რაღაცა ის გექნებათ დამატებით რაღაც კითხვები, იქაც შეგიძლიათ შეიხედოთ და მიწერია ეს პროცედურები. თუ საჩივრისთვის შაბლონი დაგჭირდებათ, ან აი რომ გამოგიქვეყნებენ ამ ჯარიმას, ან მაგაზზე, ან თუნდაც სასამართლოში თუ არის წასაღები
ერთზეც და მეორეზეც მოკლედ რა ვიცი ბევრი ადამიანი წერს ხოლმე Facebook-ზე ძალიან მარტივი არის ჩემი პოვნა გინდ ქართულად გინდ ლათინურად რა ვიცი ჩაწერთ მოძებნით მომწერეთ პირდაპირ ვნახულობ ხოლმე ყველა მოწერილს და ვუგზავნი ხოლმე ამ შაბლონებს სამწუხაროდ მე ერთი ადამიანი ვარ და არ მაქვს იმის რესურსი რომ ყველას ასე ჯარიმების გასჭირებაში პირდაპირ მე დავუწერო საჩი ვარ ძალიან რთული არის ჩემთვის დროის თვალსაზრისით მაგრამ შაბლონებს ყველას რა თქმა უნდა ვუზიარებ ხოლმე და მარტივი არის ამ შაბლონის რაღაცა Word-ი თუ რაღაც ძალიან ელემენტარულ დონეზე მაინც ვიცით ძალიან მარტივი არის ამის საწყობა დაწერა ასე შემდეგ ხო ერთი ამობეჭდა დაჭირდება დანართების გაკეთება და 200-ლად სასამართლოში 200 ლარად კი არა 200-ლად 2 წელი ასლი სასამართლოში რომ შევიტანო და ცოტა უცნაურად გამოვთქვი 2 ასლი უნდა შევიტანოთ სასამართლოში აი ეს არის პრინციპში გასაკეთებელი ხო ამიტომ რა თქმა უნდა მეც არ ვიცი ამას სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებ უგზავნი ხოლმე ამ ადამიანებს ამაში არც რაღაცა ანაზღაურებას ვიღებ და პირიქით ანუ ჩემი კოლეგებიც ზოგიერთმა რამდენიმე მომწერა რომ ანუ უნდათ რომ სხვებს დაეხმარონ და ამის შაბლონები ესე რაღაც არ დაუწერიათ აქამდე შეხება არ ქონდათ მათაც უზიარებ ხოლმე პირიქით მოხარული ვარ რაც მეტ ადამიანს გავუზიარებ და ესე მიწუდება მეტ ადამიანს რომ აი ეს მარტივად შეძლონ მათ გასაჩერება ჩემი მიზანი ეს არის ხო და პრინციპში ანუ მე ვისაც გავუზიარებ არც ვინმემ თუ რაღაცა თანხა მოითხოვა ამაში ან ასე შემდეგ არ ვიცი მე ამას სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებ და პირიქით ჩემი მიზანი არის რომ ეს მაქსიმალურად არაკომერციულად მოხდეს იმიტომ რომ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი ჩვენი როგორც ადვოკატების და ამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში რა თქმა უნდა ვცდილობთ დახმარებას პრინციპში ეს იყო რაც მინდოდა მეთქვა იმედი არაფერი არ გამორჩა და თუ გამორჩა და დამატებით კითხვები გექნებათ უკვე რამდენიმე ხელს ვხედავ აი ჩვენ მეგობრებს ანიშნეთ და აუცილებლად გიპასუხებთ კითხვებზე მადლობა ესეთი კითხვა მაქვს რა ეხლა ეს ჯარიმები ჩემ შემთხვევაში მე როგორც ვიცი სხვების შემთხვევაშიც მოვიდა არა იმიტომ რომ გზის გადაკეტვის მომენტში მონაწილეობდით ან რაღაცა უბრალოდ მე როდესაც გადაკეთებიდან გაიხსნის შემდეგ გავართავი და რამდენად აქვს უფლება მე სასამართლოში რა შედეგი მოყვება ამის თანასაქმის განხილვას ხო მგონი არ ვიცი ყველა მე რაც საქმეები მინახავს ყველა ვინც ამ 174 პრიმატი დააჯარიმეს ყველა მასეა დაჯარიმებული და მათ შორის სასამართლოც იზიარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიციას ხოლმე რამდენად სწორია ახლა ეს რა თქმა უნდა მიხვდებით ჩემი პოზიცია რაც არის რა თქმა უნდა სწორი არ არის მაგრამ თუ მეკითხებით ამის უფლება აქვთ თუ არაო ანუ ისინი უყურებენ ასე ყველაფერი ჩემია სასამართლო ჩემია შესაძლოა ჩემია მინდა რაც მინდა ის იქნება სწორი ხო ანუ ზოგადად სწორია სამართლებრივად თუ არა ზოგადად სამართლებრივად ეს სწორი არ არის და ალბათ რა ვიცი ყველა ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოში პერსპექტიულიც კი იქნება თავისი შინაარსით ხო მაგრამ არ ვიცი გაზდით და აკეთებენ ეს არის პასუხი ხო ძალიან ცუდ რამეს ვამბობ მაგრამ ისინი ფიქრობენ რომ სამართალი ვართ ჩვენ და რასაც ჩვენ ვიტყვით ის არის სწორი თუ არ მოგწონს რამე წადი და მიჩულე სად იჩულებთ ახლა არ ვიცი მე გამიჭირდება სტრასბურგთან დაკავშირებით რამე გიპასუხოთ არ ვიცი ვერ გპასუხობთ ამ ეტაპისთვის ვერაფერს საერთოდ რა იქნება ამ ყველაფერზე როგორ წავა ეს პერსპექტივა რამდენად გვექნება ჩვენც რაღაც ამის შესაძლებლობა ეხლა მე მაგალითად ჩემ პროფესიაში გამიმართლა უხეშად რო ვთქვა იმიტომ რომ მაქვს იმის ცოდნა რომ რაღაც საკუთარ თავს დავეხმარო ამის გასაჩივრებაში ვწერ რა ვიცი აგერ წავიღებ პირველ ინსტანციაში კიდევაც გავასაჩივრებ და თუ საჭიროა სტრასბურგში წავიღებ მაგრამ სტრასბურგში ამ საქმეების წაღება თითოეული საჩივრისაც კი ძალიან შრომატევადი არის რეალურად ამიტომ ამის გაკეთება როგორ მე რანაირად დაორგანიზდება ან ასე შემდეგ ეს ცოტა შორეული პერსპექტივაა რა იქნება მომდევნო თვეების განმავლობაში საერთოდ პოლიტიკური სიტუაცია მე უფრო ალბათ უკეთესი პოლიტიკური ვითარების იმედი მექნებოდა სადაც ჩვენ უკვე მოგვიწევდა მსჯელობა არა იმაზე რომ ჯარიმები როგორ ასაჩეროთ სტრასბურგში როგორ წავიღოთ მე საერთოდ არ მაქვს იმის რაღაცა мотиваცია რომ სტრასბურგში ვირბინო რაღაცაზე ხო პირიქით ანუ თუ შეიძლება პოლიტიკური სიტუაცია და უკეთესობისკენ წავა ყველაფერი და საერთოდ ეს ჯარიმები გაუქმდება ხო პოლიტიკური ნებით მე უფრო ამას მივემხრობი მაგრამ თუ უფრო დიდხანს მოგვიწევს ბრძოლაში ყოფნა მე ვერ გიპასუხებთ ჯერ იმიტომ რომ სიტუაცია ყოველდღე უფრო რთული ხდება ამიტომ ჩვენც როგორ შევძლებთ ამ ბრძოლის გაგრძელებას მე რომ თქვა ცოტა უპასუხისმგებლო იქნება ჩემი მხრიდან ამაზე საუბარი კიდევ ერთი შეკითხვა პირველ რიგში დიდი მადლობა ძალიან საინტერესო ინფორმაცია ხო პირველ რიგში დიდი მადლობა რომ საინტერესო ინფორმაცია მოგაწოდეთ
ეს რაც შეეხება სასამართლო შეტანაზე, პირადად 7 ცალი მაქვს, მაგრამ ჭერშეშიც განველოდებით პასუხს. მაინტერესებს, ანუ პრინციპულად მაგის გადახდას არ ვაპირებ, ნუ რა დადგენილებაც არ უნდა იყოს თუნდაც სასამართლოდან. ჩემთვის საინტერესოა თუ არსებობს იმის შანსი, რომ დადგეს მონაწილე პირების, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ საქმეში, იმათი პასუხისმგებლობა ოდესმე, რომ შეიცვლება ეს ხელისუფლება. თუ არის მაგის საშუალება? ხო, კარგი კითხვა არის. ამაზე მოდი მე ასეთ პასუხს დაგიბრუნებით. რა თქმა უნდა, ხო, ნუ არაპირებთ ამის გადახდას და მეც არ ვაპირებ გასაჩივრებას, სადამდე შემიძლია, რა ვიცი, ვიბრძოლებ ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაღაც უაზროდ ჩანდეს, მე მაინც ამას გავაკეთებ, იმიტომ რომ ამას თავისი აზრი მაინც აქვს, ხო? და მე, რა თქმა უნდა, გეთანხმებით მაგ პოზიციაში. ხო, რაც შეეხება პასუხისმგებლობის საკითხს, აი სხვათა შორის კახას სადღა რა აქეთ გადმოვიდა კახას ჰქონდა სხვათა შორის ამასთან დაკავშირებით მოსაზრება, კახა წიქარიშვილი ჩვენი კოლეგა, ჩვენი ერთგული მეგობარი, თანამებრძოლი, შესანიშნავი ადამიანი, რომელიც ასევე ამ რეჟიმის ერთ-ერთი მსხვერპლი არის, პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლი პირდაპირ რომ ვთქვათ. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არჩეული და ახალმა ვითომ პრეზიდენტმა მოკლედ აი ესეთი პოლიტიკური გადაწყვეტილებით უბრალოდ მოკლედ თელი ცირკი დადგეს იქ, გამოუშვეს და კახად, რა ვიცი, ყოველთვის იყო და დღეს ჩვენი თანამებრძოლი არის და აი კახას სხვათა შორის ამაზე მქონდა პროკურატურისთვის მიმართვა, ხო სწორად მახსოვს კახა უფრო დეტალურად ისაუბრებს, რომ შეკრების და მანიფესტაციების უფლებით სარგებლობაში გაის განზრახ ხელის შეშლა არის დანაშაული და ეს ყველაფერი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და არ ვიცი, აი კახა მე კითხვაც უნდა და მე მგონი ამაზეც კარგი იქნება თუ კახა გააგრძელებს დანარჩენ ლაპარაკს, თუმცა ეს შეიძლება ასევე სხვა დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავდეს და ამიტომ რა თქმა უნდა ხო ანუ აქ მარტო ეს კი არა ძალიან სხვა ძალიან ბევრი რაღაცაც აქვს დაშავებული და რა თქმა უნდა ხო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამან შეიძლება გამოიწვიოს. იდეაში ესე წყალებში კანონის მიხედვით მოქმედებენ ამ ჯარიმას როწერენ. თლად ასეც ვერ ვიტყოდი. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო სამართლებრივი საკითხია და მე მაინც ალბათ ესეთი ზუსტი პასუხები იურისპრუდენციაში ზოგადად ესე არ არსებობს. გამიჭირდება მაინც რაღაცის თქმა, მაგრამ ეს ასევე იურისპრუდენციას რომ თავი დავანებოთ, გარკვეულწილად შეიძლება პოლიტიკურ ნებასთანაც იყოს დაკავშირებული. ამის პოლიტიკური ნება რამდენად იარსებობს მე. ხო, გვახსოვს გვიცით ჩვენ ასეთი მაგალითებიც მათ შორის. ამიტომ მე ძალიან გამიჭირდება ხა ეს პოლიტიკური პერსპექტივები წინასწარ გამჭვრიტო და მით უმეტეს კიდე მე ამის სამართლებრივი პერსპექტივები. შეკითხვა მაქვს. ასეთი ჯარიმების პრეცედენტები თუ არსებობს სხვა ქვეყნებში? აი ასეთი არათანაზომადი ჯარიმების. აი თანხობრივად შემოსავალი და ჯარიმა და ეს შეიძლება თუ არა რომ ჩაითვალოს ნორმალურად და გასაჩივრდეს. აი ესეთი რაღაცა. და კიდევ მექნება დღეს დილით გაჩერდა ჩემს ეზოში საერთო სასამართლოების მანქანა. გადმოვიდა პიროვნება, რომელიც ეძებდა ჩემს შვილს, რომელიც ხშირად არის აქ. და ძალით აწერინებდა რაღაც საბუთებზე, დაგვიკაკუნა და შემოვიდა რაღაც საკითხებზე, რაღაც საბუთებზე ხელს და არ მოვაწერეთ. ეს რას ნიშნავს? ხო, წაუკითხავთ, განჩინება არისო სასამართლოში. გამოართვით? არ დამიტოვ, არაფრით არ წაგვაკითხა. ანუ კარგი. მის მიკროფონი გიპასუხე. კი. მოკლედ, პირველი ჯარიმების თანაზომიერებაზე, რა ვიცი, მე რომ არ ვთქვა, მაინც სამართლებრივი შეფასება ამას არ ჭირდება, რომ ეს ჯარიმები სიგიჟე არის, ხო? ანუ ერთ დღეში 10 ჯერ გაიზარდა ჯარიმა და როგორ შეიძლება რომ სამართალდარღვევის, ასე ვთქვათ, ფასი 10 ჯერ იზრდებოდეს, ანუ არანაირ ლოგიკაში ეს არ ჯდება და არანაირ თანაზომი არ არის. ამაზე არსებობს EUTHO-ოდირის, ანუ EUTHO-ს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ბოდიში ვსაუბრობ, ხო? ანუ სხვა ადამიანებსაც უნდათ საუბარი. ანუ მე წეგან ასეთი რაღაც ვთქვი, რომ ამ ქვეყანაში მეთქი არც კონსტიტუცია, არც სამართალი და არც ასე შემდეგ, წესები მეთქი, ნორმები და ასე შემდეგ არ აინტერესებთ მეთქი ძალაუფლებაში მყოფ ადამიანს, ხელისუფლებაში არ ვამბობ. ძალაუფლებაში მყოფ ადამიანს არ აინტერესებთ ბოდიში ყველასთან, ვინც გვიყურებს, ფეხებზე კიდიათ, ხო? ანუ უკეთ ამას ვერ გამოთქვა. არ აინტერესებთ.
რომელ სამართალზე უნდა ველაპარაკოთ, უბრალოდ მოუნდათ და გაზარდეს. დაწერა ეუთო ოდირმა ეს, დაწერა ვენეციის კომისიამ, რომ ეს არის შეუსამამოდ მაღალიო. რაც შეიძლება გასაჩივრდეს ეს, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებდა, მე მგონი კარგად იცით იქ რაც ხდება. ამას არ ვიცი, შემოდებენ თაროს და ამის გამხილველი არავინ არ არის. საერთო სასამართლოებში ამაზე დაობ, იქ რა ხდება, ყველას ჩვენ თავზე გვაქვს მგონი, ყველას თუ არა, უმრავლესობას მაინც აქ გამოცდილი. ამიტომ მან ერთადერთი არის ის, რომ ან ვცვლით პოლიტიკურ რეალობას, ან თუ არა და ვაგრძელებთ ბრძოლას მანამდე სამართლებრივად შეგვიძლია მათ შორის საერთაშორისო ინსტანციებში. მეორე საკითხი. სასამართლოდან რამეს თუ გამოგიგზავნიან, ხო? ოდიში, სხვებსაც უნდათ ხო საუბარი. სასამართლოდან თუ რაღაცას გამოგიგზავნიან, ეს პოსტით იქნება თუ ამას სასამართლო კურიერი გამოგზავნის, ანუ არ ჩაბარებით ვერაფერს ვერ შეცვლით. მაინც ჩაბარებულად გეთვლებათ და ჯობს რომ იცოდეთ მაინც რა ჩაგაბარეს და მოუწეროთ ხელი და ჩაიბაროთ, ჯობს ის მაინც იცოდეთ რომ რა ჩაიბარეთ, ვიდრე არ იცოდეთ და ანუ გაურკვევლობაში იყოთ. სავარაუდოდ დადგენილება იქნება სამართალდარღვევის საქმესთან დაკავშირებით. დიდი ალბათობით ეს იქნება. მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტროდან თუ მოგიტანენ მეთქი ჯარიმას და თუ ამ ჯარიმას გაბარებენ და ჯარიმის საჯარიმო ქვითარზე ხელის მოწერას გთხოვენ, მე ვაძლევ ხოლმე ყველას რეკომენდაციას რომ გამოართვით ასლი, მაგრამ ხელი არ მოუწეროთ, იმიტომ რომ იქ წერია ერთი დიდი ტყუილი იმის შესახებ, რომ თითქოს სამართალდარღვევის მასალები გადმოგცეს. ამიტომ ჯარიმაზე ხელი არ მოუწეროთ, მაგრამ ასლი აუცილებლად გამოართვით მეთქი. რომ ჩაიბარეთ, მაგაზე შეგიძლიათ ხელი მოუწეროთ. ჩაბარებას რომ ადასტურებთ, ამაზე ხელის მოწერა არაფერს არ დაგიშავეთ. პირიქით, თუ არ მოუწერთ ხელს და არ ჩაიბარებთ, თქვენთვისვე იქნება ეს უარესი, იმიტომ რომ მაინც ჩაბარებულად ითვლება და სამართლებრივი შედეგები მაინც დგება. კარგი. ესე იგი, მადლობა ნიკას რომ ახსენა, მე ვარ კახაძე ქარიშვილი. შევიტანეთ საჩივარი რამდენიმე ადამიანმა პროკურატურაში და უჩივლეთ პოლიციას უკანონო ჯარიმებთან დაკავშირებით. საჩივარი შევიტანეთ რაზე? არსებობს კოდექსში მუხლი 160 თუ არ ვცდები 163 თუ 160 ხო 163 ნომერი არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ არის მუხლი, რომელსაც ქვია შეკრების თავისუფლების ხელის შეშლა ჩადენილი ძალადობით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. ანუ თუ კი ჩვენ რამეს ვაფუჭებთ აქ რუსთაველზე ვდგომით, პოლიცია უფრო მეტს აფუჭებს, როდესაც ვისაც ხელს უშლის შეკრების თავისუფლებაში უკანონოდ. თუ პოლიცია უკანონოდ ერევა შეკრების თავისუფლებაში და ხელს უშლის ადამიანებს, ისიც ჩადის დანაშაულს. აფუჭებს კი არა, ესეც დანაშაულია, იმიტომ რომ კოდექსში წერია. ეხლა პოლიცია როგორ ჩადის დანაშაულს? პოლიცია ჩადის დანაშაულს ისე, რომ პირველი ის აშინებს 200,000 საქართველოს მოქალაქეს. შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები. 200,000 ადამიანი, რომელიც ეხლა სახლშია და აქ არ არის, ფიქრობს, როდის დაუკაკუნებს კანებზე პოლიცია და მიუტანს 500 ლარიან ან 5,000 ლარიან ჯარიმას. 200,000 ადამიანი დღეს მენტალურად გონებაში უშვებს იმ შესაძლებლობას, რომ შეიძლება ნებისმიერ კაკუნზე ვიღაცამ 5,000 ლარიანი ჯარიმა მიუტანოს საჩუქრად. ეს არის ტერორი, არნახური ტერორი. ჩვენ რო ვიძახით, ნაცების დროს იყო რაღაცა ტერორი და ავტორიტარიზმი და ასე შემდეგ, ხო? ამაზე უარესი ავტორიტარიზმი ჩვენს ადგინახავს, ჩვენ თაობას, რომ 200,000 ადამიანი იმყოფება ტერორის ქვეშ. ასეთი რაღაცა მე არ მახსოვს. უკვე 50 წლის გავხდები ცოტა ხანში და ჩემი ცხოვრება მე არ მახსოვს, რომ საქართველოში 200,000 ადამიანი იყოს ტერორის ქვეშ. ესეთი რაღაცა მე ისტორიაში ჩემ ცხოვრებაში არ მახსოვს. და ეხლა ეს არის პირველ რიგში ხელის შეშლა. ადამიანებისთვის გამოხატვის თავისუფლების ხელის შეშლა, იმიტომ რომ აჯარიმებენ ყველას, მათ შორის ზოგ შემთხვევაში ისეთებსაც კი, ვინც აქციაზე არ იყო იმ დღეს, ისეთებსაც კი, ვინც მივიდა იმ დროს, როცა დიდი რაოდენობის ხალხი იყო, 18 თებერვალი, 20 რომელი კაც 18 თებერვალს, ძალიან ბევრი ხალხი იყო 18 თებერვალს, ხო, მაგალითად. და ისეთებსაც კი აჯარიმებენ. და კიდე აჯარიმებენ ხალხს, როცა მე სამჯერ შევიტანე გაფრთხილება მერიაში, უკვე მეოთხედ შევიტანე თუ არ ვცდები ახლა. ანუ ყოველ თვეში ერთხელ მივდივარ მერიაში, შემაქვს გაფრთხილება, რომ რუსთაველი უნდა ჩაიკეტოს 7 საათიდან 12 საათამდე. რუსთაველი უნდა ჩაიკეტოს, გაფრთხილება შემაქვს, როგორც კანონში წერია. და ეს გაფრთხილება ნიშნავს იმას, რომ თუ კი მე რამეს ვაფუჭებ, მაშინ მერიის თანამშრომელი ან პოლიცია უნდა დამიკავშირდეს და მითხრას, რომ თქვენ რაღაცას აფუჭებთ და თუ შეიძლება გვერდზე ჩაიწიეთ, იმიტომ რომ ჩემი ტელეფონი წერია იქ. იმ გაფრთხილებაში ჩემი ტელეფონი წერია
და მე დავიბრალე ორგანიზატორობა და მე ვთქვი რომ ხალხო კი არ ვარ რეალურად ორგანიზატორი, ამ აქციას ორგანიზატორი არ ყავს. მაგრამ რადგან კანონი ითხოვს, რომ აქციას უნდა ყავდეს ორგანიზატორი, ავდექი დავიბრალე ორგანიზატორობა, შევიტანე გაფრთხილება. ჩავწერე ჩემი ტელეფონი და თუ კი რამეს ვაფუჭებ, ხო? დამირეკე შეგაიკაცო, მითხარი რომ არასწორად გახარ მაგ აქციას და მოდი ცოტა გვერდზე მიიჩოჩე რა. იმიტომ რომ გზას კეტავ. ჩემი ტელეფონი ხო წერია. კაცი შვილს 3 თვის განმავლობაში 4 თვეა უკვე რაც ეს გაფრთხილებები შევა. ამდენი მაკულატურა დავაგროვე მერიაში კაციშვილს ჩემთვის არ დაურეკავს და არ უთქვამს რომ აი შენ რო აქცია დაანონსე და შენ რო ორგანიზატორობას იბრალებ გზას რო კეტავ რუსთაველზე ხო ადექი ეხა შენ და ცოტა გვერდზე მიიჩოჩე იმიტომ რომ გზას არასწორად კეტავ 4 თვეა და ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს ხო და მეც დამაჯარიმეს მათ შორის მე დამაჯარიმეს 13 თებერვალს როცა ჩემი გაფრთხილება უკვე მოქმედება დაიწყო 6-ში შევიტანე გაფრთხილება და მე რო დამაჯარიმეს ახლა წარმოვიდგინეთ 13 თებერვალია და ჯარიმა მომდის 19-ში ხო რომ მე რომ აჯარიმებს სხვას რო თავი დავანებო მე ხო დავიბრალე ორგანიზატორობა რომ ჩემი ტელეფონი ხო გიწერია იმ განცხადებაში მითხარი მე მაინც მითხარი რომ არასწორად გახარ ბატონო კახა და ცოტა მიიწიეთ იმიტომ რომ თქვენ კანონს არ უღებთ პირდაპირ ჯარიმას რომ იგზავნი ხო რა სახელმწიფოა ან რა ის არის ან რა რეჟიმი ან რა არის საერთოდ რა მოქმედებს და შესაბამისად შევიტანეთ საჩივარი პოლიციაში რომ თქვენ 200,000 ადამიანის მიმართ ჩადიხართ დანაშაულს, იმიტომ აშინებთ 200,000 ადამიანს, რომ გარეთ არ გამოყონ ცხვირი, იმიტომ რომ 5,000 ლარიანი ჯარიმა მიუვათ სახში. და სხვადასხვა ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ამ აქციაზე ხალხის რაოდენობამ დაიკლო არის ზუსტად ეს არის ფინანსური ტერორი ადამიანებზე. ფინანსური ტერორი. და რო იცოდეთ, რო გამოიკითხოთ, ძალიან ბევრი ადამიანი ამ აქციაზე ვერ მოდის, იმიტომ რომ ეშინია, არ იცის როდის მოუვა ეს 5,000 ლარიანი ჯარიმა. ეხლა მე იმას ერთ რამეს ვიტყვი და ამით დავამთავრებ. აი თქვენ რას თქვი ისა ნიკა შენ რას თქვი გამოქვეყნება ჩემი აზრით ეგ გამოქვეყნება არ შეიძლება ჩაითვალოს გამოქვეყნება და ვიტყვი ერთ არგუმენტს რატო ჯო იქ თუ მე ქვითრის ნომერი არ ვიცი ესე იგი ჯარიმას ვერ მოვძებნი თუ მე ქვითრის ნომერი ვიცი გამოქვეყნება რაღაც მინდა ესე იგი მწოდნია რომ დაჯარიმებული ვარ გამოქვეყნების აზრი საერთოდ რა არის რა აზრია გამოქვეყნებას გამოქვეყნების აზრი ის არის რომ სახელმწიფო ვერ პოულობს მოქალაქეს ადამიანს მისამართი არ არის და ეუბნება რომ შენ ძმაო ვერ დაგიჭირე მე შენ რო ჩაგაბარო ეს უწყება და ამიტომ აგერ არის საჯარო ვებგვერდი აგერ არის გამოქვეყნებული შედი ნახე და ნახავ რომ დაჯარიმებული ხარ შენ მაგალითად კახაძე გარიშვილი ან ნიკა სიბონიშვილი ჯო ქვითრის ნომერი თუ ვიცი მაშინ ესე იმ წოდნია რომ დაჯარიმებული ვარ ასეთი სისულელე რანაირად შეიძლება გამოქვეყნება ჩაითვალოს ჩემი აზრით ეს თუნდაც ეს ფორმატი რასაც ეგენი აკეთებენ რომ თუ ქვითრის ნომერი არ ვიცი მაშინ ვერ გავიგებ დაჯარიმებული ვარ თუ არ ვარ ეგ არის სისულელე გამოქვეყნება არ შეიძლება ჩაითვალოს ეგ ჩემი მოსაზრებაა და ეს მინდოდა მეთქვა კახა მადლობა ბოდიში აი უპასუხებ კახას და აუცილებლად აი მიკროფონს მოგცემენ და ისე რომ სხვებმაც გაიგოთ ხო ანუ რა თქმა უნდა მაგ ნაწილში ხა კახა პირველი ნაწილი რაც ისაუბრე მე ჩემ პოზიციაც იცი მაგაზე და რა ვიცი შენზე უკეთ მე მგონი ვერ ვიტყვი მაგაზე ვერაფერს ხო ეს გამოქვეყნებაზე ხა მე უბრალოდ ჩემი მიზანი რა იყო რომ ეგ რა თქმა უნდა არასწორი გამოქვეყნება ანუ მათ შორის ფორმალური წესების დარღვევით გამოქვეყნებაც არის ეგეც თქვი დასაწყისში ამაზე არ ვიცი ორი აზრი არ არსებობს უბრალოდ ანუ თემა არის ის რომ ყველაფერს აკონტროლებენ გაზდით და ამიტომ ამ რეალობაში რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გავაკეთოთ ის რომ რაღაცნაირად როგორც შეგვიძლია უნდა შევებრძოლოთ. ანუ არასწორად გამოაქვეყნეს და მაგიტომ არ ვაღიარებ ამ გამოქვეყნებას, ამას ხა ხო ვერ ვიტყვით. ამიტომ მაინც უნდა გავასაჩივროთ ეს. უბრალოდ თემა არის ის რომ მათ შორის ამაზეც აპელირება უნდა მოხდეს სასამართლოში, რომ ეს გამოქვეყნება არასწორი იყო. ამას ისინი გაითვალისწინებენ, არ გაითვალისწინებენ, ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ისევ და ისევ ვამბობთ, რომ ეს არის ბრძოლის, პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი იმ ბრძოლისა, რომელიც სადაც გულისხმობს იმას, რომ ამ ქვეყანაში უკეთესობისკენ შევცვალოთ სიტუაცია, ხო? ეს ერთი და ამისთვის მეტი დრო გჭირდება და ამისთვის ვაკეთებთ ამას. თუ რაღაც უფრო მეტი დრო გჭირდება და აგერ სტრასბურგი კიდე სად გაიქცევა, ხო? რა ვიცი, თუ ევროპის საბჭოდან არ გამოვიდნენ უკვე, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ანუ აქამდე მივდივარ, თორე რა თქმა უნდა, მე მაგაში გეთანხმები, რომ ეს გამოქვეყნებები არანაირად სწორი არ არის. მაინტერესებს პროაქტიულად რეკოთ და ვუთხრათ რომ თქვით, ხა ეგ ცოტა მგონია რომ არასწორი გამოვა იქიდან გამომდინარე, ხა მე რო ვუთხარ რომ მე იქ ვდგევარ და ჩემ თხოვით ჩემზე ჯარიმა ხო არ გამოგიწერიათ რაღაცა პირიქით საბაბი არ მივცეთ და სწორია ეგ არა ესე ვერავის ვერაფერს საბაბს ვერ მიცემთ რამდენიმე ჩვენმა მეგობარმა სხვათა შორის ასე დარეკა აინტერესებდათ მათთან დაკავშირებით იყო თუ არა რამე ოქმი შედგენილი დარეკეს გაარკვეს ნუ დღეს რომ არ არის ოქმი შედგენილი
ახლა არ ვიცი, ოქმის შედგენისთვისაც შესაბამისი ხანდაზმულობის ვადები ამათ აქვთ. თუ იმ ვადაში არ ვიცი, რაღაც ძველ რაღაცას ამოქეკავენ და დაწერენ კიდევ რაღაც ჯარიმას, ეხლა ამისგან არ ვართ არანაირად დაზღვეული. იყო იმაზეც, რომ აი პროტოკოლს ჯიზე რომ ვნახულობ, თუ შეიძლება მაგით იგებენ რაღაცასო. მე ცოტა სიმართლე გითხრათ არ მგონია ეს, რომ მაგით რაღაცებს იგებენ, ხო? ანუ თუ ვინმეზე რამის დაწერა უნდათ, იმაზე დგებიან და წერენ პროტოკოლს ჯიზე ვინ შევიდა, რომელი იმით IP-ით, ეხლა მე იმ IP-ს უკან ვინ დგას არ ყვიე. შეიძლება მაგალითად შევიდე და არ ვიცი, კახას პირადი ნომრით შევამოწმო, საჩივარ ხო არ ნიშნავს რომ მართლა კახა ამოწმებს იმას და ამიტომ ეგ ცოტა ის მგონია რა, გადამეტებული შიში მაგასთან დაკავშირებით რომ ანუ აი ამით რაღაცას იგებენ. ნუ არ ვიცი, რაღაც ვიყავი აქციას და მაინტერესებს რომ რაღაცა ის ხო არ არის, ხო? შეიძლება საერთოდ იქით ვიდექი ტროტუარზე, შეიძლება არ ვიცი რაღაც ძალიან ბევრი ხალხი იყო, ხო? მაგრამ ნუ მაინტერესებს ხო არ არის რამე ოქმის შედგენილი დამთავრდა ეხა ეგრე არ არის რა, ეხა თან რას გაიგებენ რომ შეიძლება მაგალითად მე დავრეკო ისე პირობითად რომ ჩემი ოჯახის წევრის მაგივრად და ეხლა ანუ ეგ ცოტა გადამეტებული შიში მგონია ეხა პირდაპირ რომ გითხრათ, მაგრამ ანუ მე რატომ ვამბობდი რომ პროაქტიულად შემოწმებისთვის ეს გზა არსებობს თქო. ეს არ არის ნორმალური, ახლა იმას კი არ ვამბობ, ეს ნორმალურია მეთქი და ასე ნორმალურ შემთხვევაში უნდა მოვიქცეთ მეთქი. კიდევ ვიტყვი, ვარ სიტუაციაში ველურ ბუნებაში სადღაც გარეულ ცხოველებში, რომლებიც გვიპირებენ შეჭმას. და უკაცრავად, მაგრამ მართლა ვერ დაველაპარაკები ახლა რაღაცა იმას ნიანგსა, ნიაგუარსან, რა ვიცი, ვიღაცას, რომელიღაც ცხოველს, რომ იცის სიცოცხლის უფლება აქვს საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული და იცის რომ შემჭამო, ანუ რაღაცა ეს პირობები უნდა დააკმაყოფილო, ან შემი შეჭმის უფლება აქვს. არ აინტერესებთ ეს ყველაფერი. ამიტომ ვართ ბრძოლაში წესების გარეშე და ამიტომ უნდა ვიცოდეთ რომ შეიძლება უწესოდ მოგვიქცენ და ამ უწესოდ მოქცევისთვისაც მათ შორის უნდა ვიყოთ მზად თქო. ამიტომ ვლაპარაკობ აქ ახლა ამდენს, თორემ ყველაფერი წესრიგში რო იყოს და ახლა ვიღაცები რაღაცა წესებს რომ იცავდნენ, არც მე მომიწევდა აქ დგომა, არც თქვენ და არც ამ საკითხებზე ლაპარაკი მათ შორის. მადლობა კიდევ ერთხელ ყველას ყურადღებისთვის. რა ვიცი, მეც ხშირად ვარ ხოლმე, ხშირად კი არა, ფაქტობრივად ყოველდღე აქ ვარ, რა ვიცი. ნიკა, ერთი კითხვა გარო დავამატოთ ბოლოში რა, აი, თქვათ ყველანაირი ვადა მოიწურა ყველაფერს, გაასაჩივრე, ყველაფერი გააკეთე, აი ბოლო რა ხდება საბოლოოდ? არ გადაიხადენ, თქვათ. ხო, თუ არ გადაიხადე, მე ამაზე, არ ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუძლია საახსრულებო ფურცელი გამოცეს, გაგზავნოს ახსრულების ეროვნულ ბიუროში და იძულებითი ახსრულება დაიწყოს. იძულებითი ახსრულების წესებს თქვენის ნებართვით არ შევეხები, ანუ თემა ის არის, რომ შეიძლება ქონების მიერ ქონებაზე, ქონება არის ყველა ქონება, მოძრავი, უძრავი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, შეიძლება ნებისმიერ ქონებაზე ახსრულება მოითხოვონ, ხო? ეხა აქ როგორ უნდა მოვიქცეთ ამაზე ამ ფორმატში ლაპარაკი ისედაც არ მინდა და არც მით უმეტეს საჯაროდ ხა გასაგები მიზეზების გამო. ხო, ანუ საბოლოოდ ახსრულებამდე მიდის, როცა რაღაც თუ ანუ ხო ერთი რა დამოვიწყდა რომ მე თქვა თუ მოკლედ ყველაფერი ამოვწურეთ მთავრდება ასე, ანუ სტრასბურგში თუ ასაჩერებთ ეს არაჩერებს მოკლედ ამ ჯარიმის ახსრულებას, ერთი ეგეც ვთქვათ და ვადებს თუ გაუშვებთ ანუ ეხა იურისტებს ბევრი რამის გაკეთება კი შეგვიძლია, მაგრამ ჯადოქრები ნაღდათ არ ვართ. ამ ვადას გასჭირებს, ვადას გაუშვებთ, ამას ვერაფერს ვერ უზამთ და ვერ აღვადგენთ, ვერ გავაცოცხლებთ, ვერ გავაგრძელებთ ან ასე შემდეგ. ვადა ჩათვალეთ, რომ არ ვიცი, აი 100 ყური, 100 თვალი, 100 გონება გამოიბით, არ დაარღვიოთ ეს ვადები არც ერთ შემთხვევაში. ვერაფერი ამას ვეღარ უშველის მერე. კითხვა გქონდა თან გონი. მადლობა ყველას ყურადღებისთვის, წარმატებები, რა ვიცი, თუ კითხვები გექნათ, საჩურის შაბლონი გექნათ, რაღაც მე სულ ვარ ხოლმე, რა ვიცი, Facebook-ში შეგიძლიათ მომწეროთ, გამოგიგზავნით ამ შაბლონებს და ყველას, რა ვიცი, წარმატებები, მხნეობა მინდა გისურვოთ და ჩვენი პროტესტი დგას ერთმანეთის გვერდში დგომაზე და სამ ერთმანეთის გვერდში უდგავართ, რა თქმა უნდა, ეს პროტესტი კლავაც და კლავაც იქნება. ამას ებრძვიან ერთმანეთის გვერდში დგომას ებრძვიან ეს ხალხი და რა ვიცი, კლავაც დაუდგეთ ერთმანეთის გვერდში. წარმატებები ყველას. ნიკას მინდა რომ მადლობა გადაუხადო საინტერესო ლექციისთვის. წარმატებებს გისურვებ პირველ რიგში. მადლობა მეგობრებო, რომ გვესწრებოდით. საპროტესტო აუდიტორიას აქვს სოციალური ქსელები, YouTube, TikTok, Instagram და შეგიძლიათ რომ გამოყვეთ. საპროტესტო აუდიტორია გვიწერია და ასევე ჩვენ დავრეგისტრირდით ესეთი პლატფორმა არის Free Donation და შეგიძლიათ დონაციის სახით დაგვეხმაროთ განვითარებაში.
მშვიდობიან საღამოს გისურვებთ, ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება და ერთად გავიმარჯვებთ. მადლობა კიდევ ერთხელ რომ გვესწრებოდით.